გამარჯობა კიდევ ერთხელ იმდენად რთული საკითხია და ზოგადად როცა ძალადობას ვეხებით ყოველთვის მაქვს მინჩდება განცდა რომ მხოლოდ მაშინ ვიწყებ ძალადობაზე საუბარს როცა რაღაც ხდება ეს ყველას პრობლემა ჩემიც და ყველა იმ ადამიანის ვინც ახლა მინიმუმ მისმენს მედიის ალბათ და ერთ-ერთი გავლენის მქონე მიმართულება აქაც შეიძლება ვიძებოთ პრობლემა პირველ რიგში ეს საკითხი იმდენად კომპლექსურია და რომ დავიწყოთ ახლა ფსიქოლოგების კრიტიკა მაინც და მაინც ჩემი მხრიდან როგორც მასწავლებლის მხრიდან სწორი არ იქნება იმიტომ რომ საკითხი არის სისტემური ჩვენ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ მშობელს ფსიქოლოგს რომ შევეხოთ ხო შეიძლება ერთ სკოლაში იყოს ფსიქოლოგი რომელიც მართლა კარგად მუშაობს შეიძლება 2000 სკოლიდან არ იყოს მე პირადად ჩემს სკოლაში სამწუხაროდ არ მყავს ფსიქოლოგი თუმცა პატარა შეკითხვა მინდა აუცილებლად აი ეს კონკრეტული შემთხვევა ბოლო შემთხვევა გიგავალიანი შემთხვევა რომ გავიხსენოთ ყველა ერთი სკოლის მოსწავლეა ეს არის თუ არა რაიმეს მიმანიშნებელი თუ შეიძლება და ბუნებრივია არის და აქ როგორც გითხარით თავში ბევრ პრობლემას უნდა შევეხოთ სამწუხაროდ, მაგრამ ერთ მარტივ დეტალს გეტყვით. ჩვენი ვექტორი როგორი უნდა იყოს, ამაზეა საუბარი. ბოლო 20 წელიწადია ჩვენ ვირჩევთ ვექტორს, რომელსაც ქვია დემოკრატიულად რაღაცეების მართვა. ახლახანს ავირჩიეთ ვექტორი, რომელსაც ქვია ავტორიტარულად რაღაცების მართვა. აგერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი სახე, რომელიც ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ თუ ავიღებთ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნების პრინციპებს, ვნახავთ, რომ მაგალითად დანიაში არსებობს მინიმუმ 7 ადამიანი მასწავლებლის გარდა, რომელიც მოსწავლესთან მუშაობს. პირველივე კლასიდან მაგალითად მასწავლებელს ყავს დამხმარე პედაგოგი, რომელიც სოციალურ და ქცევით უნარებზე მუშაობს. სკოლაში არსებობს მუნიციპალური ახალგაზრდობის გიდი ადამიანი რომელიც გიგეგმავს მე-9 კლასიდან რა პროფესია უფრო შეგეფერება სკოლაში არსებობს სოციალური და ქცევითი მართვის უნარის მიმართულებით მომუშავე ადამიანი სკოლაში არსებობს ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ ცხოვრების დამგეგმავი. ასე დგას 15 წუთი დერეფანში და გელოდება ბავშვი თუ რამეს შეეკითხები და აქვს თავისი დარბაზი, ოთახი. სკოლაში არსებობს სპორტული კლუბები, ინფრასტრუქტურა. ანუ ჩვენ ან ამ ვექტორს ვირჩევთ, ან გვინდა რაღაცების მოგვარება ავტორიტარულად, რაც არის მაგალითად გამოვკეტოთ ბავშვები, ერთ-ერთი ასეთი ქცევითი ის არის მაგალითად დავსაჯოთ ბავშვები, როცა საკუთარ ეუბნები რომ ტელეფონი შეინახე და თავად მშობელი ხარ და 10 წუთი კი არა და 2 საათი ტელეფონში იყურები. სტატიკურად მიჩნეულია, აგერ ფსიქოლოგები ალბათ დამეთანხმებიან, თუ შენ გინდა საშუალოდ საკუთარი შვილი გაზარდო ნორმალურად, კვირაში უნდა დაუთმო 60 საათი. ეს არის საშუალო საათი. დრო, რომელიც საკუთარ შვილს სჭირდება. ახლა მე ყველა მშობელს ვეკითხები, ჯერ მშობლით დავიწყებ, იმიტომ რომ თუ ოჯახს შევეხებით, ერთ-ერთი პრობლემური სახე ეს არის, უთმობთ თუ არა თქვენ შვილს 60 საათს. და გაგეცინებათ და რა ვიცი, საერთოდ შეიძლება 5 საათი იყოს კვირაში, დედა როგორ ხარ, მამა მივა და აბა დღეს რა ქენი, არაფერი მამა, არაფერი არ ვქენი და всё, ეს არის მათი დიალოგი. ან თუ შემთხვევით კვეთა გქონდათ სადილის დროს შეიძლება რაღაცები კითხოთ და ეს ბავშვი ისევ ტელეფონს აიღებს და YouTube-ზე რაღაცებს უყურებს. ანუ რა არის მე ზოგადად არ მიყვარს რაღაც თეორიული საუბარი, პრაქტიკულად მინდა რაღაცებს შევეხო, იმიტომ რომ მასწავლებელს მე პირადად, როდესაც სკოლაში 27 მოსწავლესთან პირადად ახლა მე-9 კლასში მყავს 27 მოსწავლე. ურთულესი კლასია. მე 2 წელი დამჭირდა ამ კლასთან რომ ნორმალურ დონეზე მივსულიყავი. მე რომელიც საკუთარ თავს თვლი პროფესიონალ მასწავლებლად ყოველ შემთხვევაში ვითარდები, ხო? თან ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც გაცილებით იოლად შეუძლია. და ამ კლასთან იმდენად რთული პრობლემები მქონდა რაღაც მომენტში, ვთქვი რომ ხომ არ არის ის მომენტი, რომ მე დავნებდე და ამ კლასთან ვიღაცები ჩავრთო, მაგრამ ვინ ჩავრთო, გავიხედე აქეთ დირექტორია, იქეთ სასწავლო ნაწილია და არავინ სხვა არ არის. ის კი არა და ფსიქოლოგი არ არის, ის კი არა და ტელეფონიც არ მაქვს, რომ მაგალითად ვის დავურეკო, აი მაგალითად არსებობს სადმე ჯგუფი სამინისტროში, რომელიც 5 ადამიანი იყოს თუნდაც, რომ მასწავლებელმა რთული ქცევის კლასზე რაღაცა კონსულტაცია გაიაროს 10 წუთი. ვის ისევ ისევ ავიღე მე ჩემს თავთან
დავჯექი ისევ ჩემს თავს დავუთმედ რომ განვითარებულიყავი ისევ ფსიქოლოგიურ ნაწილში ბუნებრივია მასწავლებელი უნდა იყოს ფსიქოლოგი მაგრამ როდესაც დანიაში არსებობს მასწავლებელი პედაგოგი ქცევითი მართვის მართველი ცხოვრების დამგეგმავი შენი ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცალკე ეს ხო ცალკე საკითხია და ამას რომ შევხოთ მაგრამ ეს არ არის ბუნებრივი ზოგადად ძალადობას რომ ვამბობთ და ძალადობაზე რომ საუბრობთ ეს უნდა იყოს მუდმივი ყოველდღიური 24/7-ზე უნდა ვსაუბრობდეთ ამაზე და ტრაგედია არ უნდა გახდეს ჩვენი გამოღვიძების და საკუთარ თავში კითხვების დასმის ცდელობა განსაკუთრებით მშობლებს ეხებათ მაგრამ მე პირადად სკოლაში ბოლო 5 წელია რაც სკოლაში ვარ ახლა არცე დიდი დროა მაგრამ მასწავლებლები აი ჩემი კოლეგები ვინც არიან ყოველთვის ისეთი თაობა მოვიდა ადრე ასე არ იყო რატომ არ იყო ადრე რატომ არ იყო ადრე ასე შემთხვევით იმიტომ ხომ არ იყო რომ ბავშვებს უბრალოდ სხვა გასახანი არ ქონდათ ჩვენ ყველანაირ ჩარჩოში ჩავსვით ბავშვები ფორმით ქცევით არ ჯერ ხო ტელეფონი არ იყო ეგ ყველაზე მთავარი დეტალი ავტორიტარული დაშჯა ჯოხი სახაზავი გაგდება რა ვიცი რა ჩამოთვალო ძველი ავტორიტარული მართვითი სისტემიდან რომელიც ჩვენ მასწავლებლებს ამბერკეტე იმიტომ არ იყო ამ შემთხვევაში ქცევითი ახლა ჩვენ ბავშვებს მივეცით ყველაზე მთავარი და უნიკალური რაღაც თავისუფლება მაგრამ როგორ მივეცით თავისუფლება თავად ვერ მართავთ საკუთარ ქვეყანაში თავისუფლებას და ბავშვებს გავმართავთ ჩვენ მასწავლებელი რომელიც თავისუფლების არს ვერ იაზრებს ბავშვს როგორ ასწავლის რა არის თავისუფლება და არათუ როგორ ასწავლის თავისუფალ ბავშვს როგორ გამართავს რომელიც ვერც კი იაზრებს რომ ამ ბავშვს სჭირდება მაგალითად ეხა წერდი ჩემს მოსწავლეს წერდი და უთხარი რომ მეთქი ტელევიზიაში რაღაც ესეთი მიდგომა მქონდა გარდა ამისა თამაშის სახელი მივწერე ჩამოტვირთე მეთქი და ერთად ვითამაშოთ თქო და მაგას არ ვთამაშობ მე და ანუ პრინციპი ეხა თავს არ ვიქებ მაგრამ პრინციპია რომ მე მოსწავლესთან თავისუფლების ის ხარისხი უნდა შევაგრძნობინო რაც რეალური თავისუფლება იმიტომ რომ თავისუფლებაა რომ მე მასწავლებელი ვარ და თამაშები მიყვარს და მაგალითად გუშინ გაკვეთილზე ერთ-ერთი ისტორიული თამაში ვითამაში და მას თქვენ უნდა ითამაშო კი მე უნდა ვითამაშო თავისუფალი ვარ მეთქი ამ შემთხვევაში ანუ პრინციპი რა არის რომ მე სასწავლო გეგმაში ჩარჩოში ჩავსვი ჯერ ერთი ეს ვიღაცებმა ეხა შეიძლება ამის გამო გამაკრიტიკონ მაგრამ ჩავსვი და ეს ჩემი მეთოდია ერთ-ერთი სწავლების მაგრამ პრინციპი რა არის რომ მე მათ ვაჩვენებ რომ თავისუფლება არის ის რომელიც შენ მიგიყვანს ცოდნამდე და ეს ცოდნა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ისეთი რომელიც არის დაფუძნებული ორ პრინციპზე ერთი თავს იქებთ ყველანი და ვიქებთ რომ ქრისტიანები ვართ და თუ ქრისტიანები ხართ ორი პრინციპი გავიწყდებათ ქრისტიანობის საერთოდ და რაზე საუბრობენ პედაგოგები რომლებიც საკუთარ მოსწავლეს არ მინდა უშერ სიტყვებს ეუბნებიან, აი როგორ საუბრობენ საერთოდ რამდენი შემთხვევაა ეხა ის მოცემულობა როცა ვინმე გარდაიცვლება მოსწავლე იქნება თუნდაც დათუნა გაიხსენეთ თქვენ და ეს მაშინ მე კიდევ ასაკით არ ვიყავი და ვერ ვიაზრებდი რაღაცებს მაგრამ სად ვიყავით თუნდაც მაშინ და რატომ გაიწელა ეს სად ვიყავით თუნდაც ახლა სად ვართ თუნდაც გიგას შემთხვევაში მე თავად ვუსვავ საკუთარ თავს კითხვას გიგას სოციალურ აქტივობაში რო ვუჭერ სოციალურად მხარს ხოლო სად ვიყავი მაგალითად რატომ არ ვიდექი ხომ ის აქციებზე თუნდაც ანუ ეს არის ჩემი ცხოვრების მიმართულება და იქ სადღაც გიგა შემიძლია 5 წუთი მოვათავსო მაგრამ უნდა გავიაზროთ რომ ძალადობა არის იმდენად შემოსული ჩვენში და ეს პირველ რიგში ახლა რომ შემოიღეს არ შემიძლია ამ საკითხს არ შევეხო და არ ვაკრიტიკებ მათ მე ამ სივრცეში ვიყავი გულისხმობ ეკლესიას მაგრამ როცა შემოგა ღირებულებითი განათლება ამ შემთხვევაში და აუქმებ ავტორიტარულად ყოველგვარი განხილვის ყოველგვარი კრიტიკის ყოველგვარი კითხვების გარეშე სამოქალაქო განათლებას რომელმაც ეს თაობა უბრალოდ შეაკავა ჩვენ რომ არა სამოქალაქო განათლება ვიქნებოდით იმ ურთულეს შემთხვევაში რომელიც ალბათ წარმოგვიდგენია ხოლმე აი ტაჯიკეთი მახსენდება აი ამ ეგვიპტე მახსენდება სადაც შეიძლება ჩახვიდე და ვიღაც გამოიქცეს და მოგპაროს რაღაც ანუ ჩვენ ამ საზოგადოებას ამ ბავშვებს ვერ დავაკავებდით ჩვენს ქვეყანაში იმდენად ბევრი ასეთი ადამიანია რომელთანაც შეიძლება სამინისტრო უბრალოდ სამოტივაციო ჯგუფი სამუშაო ჯგუფი შექმნას და იმუშაოს თავისი მიმართულებით და
ელემენტარული ის გრანტები, რომლებიც დღემდე ვერ ვიგებთ, სად მიდიოდა, თუ მიდიოდა და ამ შემთხვევაში და საერთოდ ის დაფინანსებები რაც იყო, რა შეეხო, კარგი ინფრასტრუქტურას არ გვაქვს ინფრასტრუქტურა. რა შეეხო ფსიქოლოგებს არ ყავს ფსიქოლოგები, კვება რასაც განათლების სამინისტრო იღებდა, ხო, კვება არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს ჩვენ და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ შევნატრიდეთ ოცნების ევროპას, ვიოცნებოთ ევროპაზე, ოცნების ევროპა იქმნება ახლა და ოცნების ევროპას ქმნიან რაღაცნაირ ტრაგედიას ქმნიან ამისგან და ეს არის ოცნების ევროპა მართლა ეს ყოფილა მათი ევროპული საქართველო და ეს ყოფილა მათი დემოკრატია როგორც გავიგეთ უბრალოდ იმდენად შეფუთეს ეს ყველაფერი რაღაც მომენტში ფიქრობ ხოლმე რომ საერთოდ აქვს თუ არა რაიმეზე საუბარს აზრი, როცა ჩვენ ვქმნით საერთოდ სხვა სამყაროს და თავს ვიტყუებთ რაღაც მომენტში. არა, საუბარს ყოველთვის აქვს. საუბარს ყოველთვის აქვს აზრი კი. მაგაში ვერ დაგეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ დღევანდელ გადაცემას თუნდაც 10 ადამიანი ნახავს, რომელიც არ ფიქრობდა ასე და ახლა უკვე იცის რომ შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე ქვეყნები, სადაც არსებობს თუნდაც ესეთი პროფესიები და როცა ჩვენ განათლების სამინისტრო გვთავაზობს ახალი ტიპის აი რა სქემაზე მელაპარაკება სამინისტრო რა თმინდა მე ჯერ ერთი 150 ლარიანი დანამატი თუნდაც 1000 ლარიანი დანამატი როდესაც საერთოდ არაფერი არ მაქვს მასწავლებელს შევდივარ მასწავლებელი რომელსაც რესურსები არ მაქვს ინფრასტრუქტურა არ მაქვს კითხველი არ მყავს საერთოდ ის კი არა და შეიძლება სკოლაში იმდენად რთული გარემოა რომ ვერც კი მოიცალოს დირექტორმა შენთვის ბავშვი შესედის აბა ეს გამოაგდეს ის მანდატურთან ჩაიყვანეს ვერ ასწრებს პირადად კონკრეტულად ხოლმე დირექტორი თუ სასწავლო ნაწილი კონკრეტულ სკოლებში თუ მასიურად არის ეს პრობლემა რა თმინდა ესენი როცა არ მინდა კარგი ინფრასტრუქტურა ძირითადი ბერკეტი და საფუძველი შემიქმენი ვინც ადამიანური რესურსით დამეხმარება და მე შეიძლება ვისაუბროთ ინფრასტრუქტურაზე რომ მეუბნებით კედლებით არ ვისწავლით კი მაგრამ ყავდეს ის ადამიანები ის რესურსი მქონდეს ელემენტარული ფსიქოლოგი მყავდეს ოღონდ პროფესიონალი ფსიქოლოგი რომელიც სკოლაში კი არ იმუშავებს 800 ლარიანი ხელფასი რომ გაუხდეს თვიურად და ერთი სკოლიდან მეორეში გაიქცევა და იცი რა 4 შაბათს 2-დან 3-მდე ფსიქოლოგი იქნება სკოლაში და დაველოდოთ 4 შაბათს დამრიგებელი ეხლა არ შეიძლება დამრიგებლის თემას არ შეეხო როცა ფინანსური ანაზღაურება 80 ლარი გაქვს ანუ თქვენ გეკითხებით 80 ლარად რას გააკეთებდით მაგალითად მაგრამ უნდა მოითხოვოთ რომ გაიზარდოს ეს ხელფასი ან უნდა 30 მასწავლებელი გამოდის მოთხოვნაზე ანუ თქვენ სწორად ამაში აბსოლუტურად 14 წელი ვაკეთებდით განათლების თემაზე დააშინა მასწავლებელი და წერან გითხარით რომ ჩვენ მასწავლებლებს უფრო მეტი უფლება გვაქვს მოსწავლეებზე იმდენად ბევრი ბერკეტი შეიძლება გამოვიყენოთ და ერთ წლი მეორე აი ეს მე-9 კლასში რო ვახსენე 2 წლის განმავლობაში 1000 რაღაც ვცადე და აი ბოლოს დამრიგებელმა მითხრა ეს და გამიხარდა რომ გონი შეუყვარდი ამ კლასო ესე მითხრა და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით იმიტომ რომ ეს ბოლოს სემესტრში მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ ელინეს ერთ რეპლიკას რაც თქვა რომ მასწავლებელი როცა იგრძნობს ამას რომ ის ვიღაცა მოსწავლე გამოდის და კლასი იცვლება ერთ რეპლიკა რას ამბობენ მასწავლებლები აი დღეს კარგი გაკვეთილი ჩატარდა ეს მოსწავლე არ იყო ხო და მაგას ვეძახი იგრძნობაში იმას კი არ გრძნობ ფაქტია რომ გრძნობენ და გრძნობთ მაგრამ ინტერპრეტაციას რას აკეთებ მეგისაც რომ თან გავცე პასუხი უფრო შიგნიდან ეს რა არის ჩემი შეფასებით მასწავლებელს და მასწავლებელი არის მარტო ვარ და მარტო ვარც არავის არაფერი არ ახსენდება გარდა 4 წელიწადში ერთხელ არჩევნების დროს ბაღში თუ სკოლაში მე ყოველთვის ამას ვამბობ და ახლაც ვიტყვი სანამ სკოლა არ გახდება დეპოლიტიზირებული სრულად და თვითმმართველი რაც კანონში გვიწერია ჩვენ დირექტორს და დირექტორებს მიმართავთ თქვენ ხართ დირექტორებს ხშირად აქვთ უფრო მეტი უფლება პროფესიულ კავშირს უფრო მეტი უფლება აქვს რომ ეს უნდა გაძლიერდეს 1000 პროფესიული კავშირი უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას მშობლების ჯგუფი უნდა შეიქმნას რომლებიც ჩაერთვებიან სოციალურ სივრცეში ვინ სად იქნება და ამ ყველაფერს გააკეთებენ და ერთს დავამატებ რომ ძალიან სწრაფად იმიტომ რომ მეორე ბლოკის დროც მოვჩები მარტივად ოჯახში თუ მშობელი ბავშვს ატყობს რომ გაღიზიანებული მოდის სკოლიდან ის კი არ უნდა უთხრას რაც მრავალჯერ უკვე დავსვით კითხვა შენ გაბრაზებული ხარ აი ეს
კითხვა, რომელიც წერტილით სრულდება და არა გაბრაზებული ხარ, ეს არა, გაბრაზებული ხარ, დამშვიდდი. ნუღელა, ანუ ეს გამამხნევებელი სიტყვები, როცა ქაოსიდან მოდის ბავშვი, იმ ქაოსიდან, რომელიც სკოლაში ხდება, აქ დამრიგებლის, მოსწავლის, მასწავლებლის ყველას პრობლემა იკვეთება, რაც წინაზე ჩამოთვალე, ამ შემთხვევაში მშობელი არის ერთადერთი გადამრჩენელი და თუ მშობელიც ამაში პირიქით აკეთებს ერთი რო პასიური და მეორე აგრესიულად ხდება, მაშინ ჩვენ ვიღებთ კვადრატში აყვანილ მოსწავლეს, რომელიც აუცილებლად მესამე დღეს სადღაც ამას გამოავლენს და საბოლოო ჯამში მივიღებთ მოსწავლეს, რომელიც იმ ტრაგედიის მონაწილე ხდება, რომელიც სამწუხაროდ ახლა დადგა და რა ვიცი. ახლა დადგა, თუმცა ამის მაგალითები სხვაც იყო და ჩვენ მაინც ეთყობა ვერ მოვახერხეთ ბოლომდე ამის გაანალიზება.